საღამომში და ვისაც ჩემო ძირფასო ტელემაყურებელო, რა თქმა უნდა, სწორად მივხვდით, თქვენ უყურებთ კომედიას და ეს ყველაზე რეიტინგული პროექტი საქართველოს ფანოღია. დიდი მადლობა მივესალმები სტუდიაში დამსწრე საზოგადოებას და გეტყვით, რომ დღეს ძალიან მშვენიერი ტურია, დუეტები გახლავთ დღეს და ჩვენ შევხვდებით ადამიანებს, რომლებიც წინა ფანოღებში მიიღეს მონაწილეობა, როგორც გამარჯვებულები, ასევე პირველი, მეორე და მესამე ადგილზე გასულები და არა მარტო. მე ის გადამრჩენია ჩვენი შესანიშნავი ჟიური წარმოგიდგინოთ და რა თქმა უნდა სამი ადამიანი უცვლელი ადამიანი რომელიც ასე თავდადებულად მიყვება უკვე მეოთხე ფანოღს. ესენი კი გახლავან ულამაზესი უმშვენიერესი ნინო ჩხეიძე, ჩვენი ბიჭები ვახო ბიჭიკაშვილი, ნიკა არაბიძე, არაჩვეულებრივი ადამიანები, დღეს ჩვენი სტუმარი გახლავთ ყველასთვის საყვარელი იუმორისტი, პაროდისტი, კახელი, რაც მთავარია უმაგრესი ადამიანი დავით როსტომაშვილი. დიდი მადლობა დათო ჩვენთან ერთად რომ მოიცალე და ძალიან კარგი ამ ასე ვთქვათ ფანოღში რომ ჩაები. რაც თავარია მინდა გითხრა რომ ძალიან კარგი კონტინგენტი, ესეც სიტყვა ძალიან მომწონს, არის წელს ფანოღში და იმედი მაქვს რომ შეფასებაც იქნება ისეთი საღი რა თქმა უნდა და წარმატებები უსურვოთ, აპლოდისმენტები კიდევ ერთხელ კონკურსანტებს და გეტყვით რომ 5,000 ლარი ელოდება პირველ ადგილზე გასულს. რაღაც ტაში არ მომეწონა და წავიღებ სახში, არ არის პრობლემა. მოკლედ, ჩემო ნინო, თუ მზად ვარ, შემიძლია დავიწყოთ და ძალიან საინტერესო დუეტი მინდა წარმოგიდგინოთ. თინათინ დათაშვილი, ესეთი ავანგარდი, ყოველთვის რაღაცა სიახლეები შემოაქვთ საინტერესო და ვაკო მიგინეიშვილი, ყველას გახსოვთ და მოусმინოთ თუ რას დაატრიალებენ ჩვენ სცენაზე. გთხოვთ? მოგესალმებით. სიყვარულის ალი შემომერია, არ მეგონა მაგრამ შვენიერია, სიმღერებიც თუ კი დამიწერია შენია. მომეფერი არ მომაკლო ალერსი, გზას მინათებს შენი თბილი თვალები, უშენობით დავიბნები, ჩემი გულის ოცნებები გელია. შემიყვარდი, შენი სახე ნათელია და მიდახებ ჩემი დარდი, ნება როგორც ანთელია, დაგინახე შემიყვარდი, არასოდეს ვიმღერია ასე. დაგინახე შემიყვარდი, შენი გოცნა თამარია, დაგინახებ შენთან მოვა, დარია თუ აუდარია, დაგინახე შემიყვარდი, ეს სიმღერა სიყვარული გვაქვს. შენი მზერა ნათელი, ამ სიყვარულს მე დავუნთესათელი და ამ სიტყვას მხოლოდ შენთვის ვინახა მიყვარხარ. როცა ისმის ამ სიმღერის ბგერები, ანგელოზად მოვალ მოგეფერები, ჩემო კარგო შენ გიმღერი, მინდა იყო ბედნიერი შენი შემიყვარდი, შენი სახე ნათელია, დაგინახებ ჩემი დარდი, ქრება როგორც ანთელია, დაგინახე შემიყვარდი, არასოდეს ვიმღერია ასე. დაგინახე შემიყვარდი, შენი გოცნა თამარია, დაგინახებ შენთან მოვა, დარია თუ აუდარია, დაგინახე შემიყვარდი, ეს სიმღერა სიყვარული გვაქვს.
შენი სახე ნათელია დამიტახე ჩემი დარდი ნება როგორც ანთელია დაგინახე ჩემი ყვარდი ეს სიმღერა სიყვარული გვავსე დაგინახე ჩემი ყვარდი შენი გოცნა წამალია დამიტახებ შენთან მოვა დარია თუ აუდარია დაგინახე ჩემი ყვარდი ეს სიმღერა სიყვარული გვავსე თინათინ დათაშვილი ვაკო მიგინეიშვილი შვენიერი დასაწყისი იყო როგორც ყოველთვის კულისებში კარგად ისმის ხოლმე და შეფასება თქვენთვის მომიტვია ნინო გთხოვთ დავიწყოთ მოგესალმები ვაკო ვაკო არის ჩვენი ძალიან ერთგული საქართველოს ფანოღის ძალიან ერთგული ასე ვთქვათ მონაწილე გულშემატკივარი მეგობარი ვინც არის იცის მთელი 4 სეზონის მანძილზე ეს ადამიანი არის ჩვენთან ერთად და დიდი მადლობა ამ ერთგულებისთვის ვაკო მადლობა ნუ ამასთანავე ძალიან იჭირი ადამიანია ვაკო და ძალიან პატარა პროდიუსერია კი მომავალი და სხვათა შორის ვაკოს სტილი არ არის ეს ჟანრი, მაგრამ ეხლა ვაკოს სალაპარაკოთ არ ვარ და გამიკვირდა, ანუ იმიტომ გამიკვირდა ეს დუეტი რო იყო, იმიტომ რომ მეგონა რომ უფრო ლირიულ დუეტს შემოგთავაზებ და თუმცა კარგი იყო, გამიკვირდა თქვენი დუეტი, არ მეგონა თუ ეს შეერწყმებოდა და თავიდან სიმართლე გითხრათ ცოტა მძიმე იყო, თინათინ შენი განსაკუთრებულად რაღაცა ხასიათში ცოტა ამოქოქვა გაგიჭირდა, შეიძლება პირველი ნომერი როა მაგიტო მაგრამ მე უკვე გაიხსნა, ყველაფერი კარგია, კი იმპროვიზაციიდან და იმპროვიზაციამდეც მეორე კუპლეტიდან უკვე ყველაფერი კარგი იყო. ნუ, კარგები ხართ, მადლობა 10-იანი. გადასარევი 10 ქულა ჩვენს მეგობრებს ნინო ჩხეიძისგან, ვახო. მივესალმები თინათინს, განსაკუთრებულად მივესალმები ვაკოს, ვაკო გვახსოვს, გამოირჩეოდა ძალიან თავისი მიმდინარეობით, თავისი სტილის სიმღერებით და მეც ძალიან გაგურებული დავრჩი, როდესაც მან ამ ჟანრის სიმღერა შემოგთავაზა დღეს. მაგრამ ძალიან მინდა ერთი ვთქვა, რომ ძალიან იგზნობოდა ვინ იყო ყოფილი კონკურსანტი და ვინ არის ამჟამინდელი კონკურსანტი. ეს ნაბიჯი ნამდვილად იყო და ამას მივესალმები, ნამდვილად ესე იგი საქართველოს ფანოღი რაღაცნაირად მაინც უწყობს ხელს ასე თუ ისე ვაკოს პროფესიონალებში ეჭვი არავის არ ეპარება. მეც თუმანი მინდა დაგიწეროთ დღეს, კაი თუმიანი. მადლობა ვახოს თუმნისთვის და დავით ბატონო. კი ბატონო ნიკოლოზ. მადლობთ ბატონო დავით. როგორც წესი ხშირად გვესტუმრეთ ხოლმე. ხშირად გვესტუმრეთ ხოლმე. ჟიურიში ერთი ნაბიჯით წავიძიეთ წინ. მართლა? ჭყიალები? ძალიან კარგი. მეც მინდა მივესალმო პირველ რიგში ვაკოს ეს ხალხის ტელემაყურებლების დასანახად, თორე ისე დღეს მივესალმე. ზოგადად. ძალიან კარგი იყო. ვერაფერს ვიტყვი ცუდს, ვაკოზე მინდა 1-2 სიტყვა ვთქვა ამ ჟანრის სიმღერები როგორც აღნიშნეს, მაგრამ ძალიან კარგი იყო, თავისი ინტერპრეტაციები ქონდა იქ რაღაცეები გააკეთა და რაც ძალიან მოუხდა ჩემი აზრით და კარგი იყო. ცუდს ვერაფერს ვერ ვიტყვი. მოკლედ ერთი სიტყვით ქალბატონ თინათინს ვაკოსთან დუეტი ძალიან წაადგა დღევანდელ დღეს მინდა ვთქვა. იქნებ ჩაწერონ კიდეც. ჩაწერონ კიდეც იქნებ არ არის გამორიცხული. ასე თქვათ. კარგით ჩაწერეთ და მერე მოდით. მერე შეგაფასებ. მერე გამოგვიარეთ. მეც დაგიწერთ, კაი შვილივი თუმას. შვენიერი, კიდევ ერთი 10 ქულა, 30 ქულა და პირველი კარგისთვის კიდე 10 ქულა საჭირო, ნახოთ რას გადაწყვეტს. მოგესალმებით ნამდვილად. მე საერთოდ ვცქმუტავ ხოლმე ესეთ სიმღერებზე და განსაკუთრებით, როდესაც ეს სიმღერა არის ჩემი მეგობრის დაწერილი, გიორგი წერეთლის დაწერილი არის და მინდა გითხრათ, რომ ღირსეულად გაართვით თქვენ თავი ამ სიმღერას, მე ვეთანხმები ჩვენი ჟიურის ქულებს და მე ოღონდ ბოდიშს მოგიხდით თავიდან არა აი აქედან გამოვიღებ 10 ქულას 10 ქულა დიდი მადლობა გილოცავთ პირველი 40 ქულა აპლოდისმენტებს იმსახურებს ვაკო კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ძვირფასო აი ასე მომწონს როცა ყოველთვის ესეთი თავიდანვე რაღაცა კარგ ხასიათზე მაყენებს ხოლმე კარგი ქულები როცა იწერება ახლა მონატრებული გაბადაძის სახალი მარკის ბორჯომი არ გეგონოთ ეს უბრალოდ აკაკი გაბადაძე გახლავთ და მარიამ ცქვიტინიძეს დაუმშვენებს გვერდს ყოველ შემთხვევაში ვნახოთ ვინ ვის წავედით თოლი აგარეთ თეთრი ფანდები ჩანს პანჯარასთან
მიყვარხარ ძლიერ უშენო ზე არ ამაზეოს უშენო სიცოცხლეც არ მინდა უშენო სიცოცხლეც არ მინდა უშენო მე სიყვარულობა შემქნა მგავარი რომ ყოველობრო სიკეთით ვაძლიო სიცოცხლეც არ მინდა უშენო უშენო ზე არ ამაზეოს უშენო სიცოცხლეც არ მინდა უშენო სიცოცხლეც არ მინდა უშენო უშენო ზე არ ამაზეოს უშენო სიცოცხლეც არ მინდა უშენო მარიამ ჭკვიტინიძე, აკაკი გაბადაძე, დიდი მადლობა, ბავშვებო, უღრმესი მადლობა. ახლაც კარგად ისმონდა და რა ვქნა, გისმენთ? აკაკის, ვაიმე ძალიან მომეწონე, გაზრდილა ძალიან აკაკი, რაც ჩვენგან, რაც აღარ გვინახავს. სიმაღლეში წავიდა. ხო, არა, ისე არა, როგორც მუსიკალურად, ისე მუსიკალურად. აი ძალიან კარგია ურა მოდიოდა მღეროდა შენი სული, სხეული, ყველაფერი მღეროდა შენს გარშემო, ძალიან მომეწონა. ძალიან პოზიტივს და სიკეთეს აფრქვევდი, რომ დაიწყე მართლა აი ძალიან მოვინუსხე და ძალიან მომეწონა. მარიამს რაც შეეხება, მე ვფიქრობ, რომ ამ არანჟზე არ იყო მარიამის ხმა, არ იყო საუკეთესოდ, იმიტომ რომ მარიამს ცოტა სხვა ტემბრი აქვს და ალბათ უფრო სხვა არანჟი უფრო მოუხდებოდა ამ სიმღერაზე. და გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ. იცი არის რაღაცა. ვიცი რაზეც ფიქრობ, მაგრამ ხო, ანუ არ იქნება ეს რაღაცა ისე არ მომეწონა ვთქვათ, რომ აი ულაპარაკოთ რაღაც, მაგრამ არც მინდა რომ დავაკლო, იმიტომ რომ აკაკი ძალიან კარგი შთაბეჭდილებაში გამახვია, ასე ვთქვათ და 10-იანს დავწერე. ესე რა, 10 ქულა. დიდი მადლობა ნინო ჩხეიძეს, დიდი მადლობა.
კარგად მივდივართ ვახოთ. დიდი მადლობის თქვა მინდა დავიწყო სანამ მივესალმებოდო კონკურსანტებს. არსებობს ერთი ადამიანი მსოფლიოში საუკეთესო ხმის რეჟისორი გიორგი მარგველაშვილი მივესალმო თუ შეიძლება რომელიც დამსახურებითაც ძალიან მაგარი საუნდი ისმის დარბაზში მე აღნიშნო ეს ყველაფერი მივესალმო ახლა აკაკის ჩვენს მონაწილეს კი არა და ყოფილ კონკურსანტს და ჩვენს მეგობარს უკვე და ნამდვილად გაზრდილ ხარ სიგანაშიც სიმაღლეშიც და მუსიკალური თვალსაზრისითაც მარიამ დავეთანხმებ ნინოს იმ ამბავში რომ შენ სხვა ტემბრის მატარებელი ადამიანი ხარ და ცოტა არანჟთან არ იყავი შეფარდებაში მაგრამ იდეალური შესრულება იყო მაინც რაღაცა თბილი და სიტყვა სიყვარული ჩქეფთა მანდიდან თუ მალე კიდე ერთი ჩემგან დღეს ბევრი უნდა გავიქნიო რა აბა დავით ბატონო გისმენთ მივესალმები კონკურსანტებს მინდა გითხრათ რომ ესე იგი დავიწყებ იქედან რომ გაამართლა ჩვენი ბრძენი წინაპარის სიტყვამ თუ გვერდში მდგომი არ გივარგაო დღეს აკაკიმ დიდი გვერდში მდგომლობა გაუწია და მინდა გითხრა ლოკომოტივი იყო ლოკომოტივმა ჩაიბა ამ ლოკომოტივმა აი ეს ვაგონი და 10-იანი ჩემგანაც ამოვიდა 10 საბოლოო ჯამში დიდი მადლობა დავით აბა ნიკოლოზ ნიკოლოზ რახან ლოკომოტივებზე და მატარებელზე იყო საუბარი და მე მეოთხე ვარ შევედით დეპოში და ჩემგანაც რა ვიცი აკაკის მინდა მივესალმო პირველ რიგში და ძალიან კარგია ძალიან კარგი იყო ერთი სიტყვით დღეს ცოტა გავიჭირდება მე როგორც ვფიქრობ რა იმიტომ რომ არ ვიცი ეს რომ ძალიან მოგვენათ რა თან ამასთან ერთად ეს ადამიანები ვინც დღეს გამოვლენ და თან ძალიან კარგად რო ასრულებენ მეც ვერაფერს ვიტყვი ცუდს და 10-იანს დაგიწერთ. უიმე გადასარევი. დიდი მადლობა ჟიურის, დიდი მადლობა თქვენ, ჩემო აკაკი უღრმესი მადლობა წარმატებები მარიამს. კიდევ გახარებული ვარ ჩემო ძვირფასებო, მშვენიერია უკვე ორი გამოსვლიდან ჯამში 80 კუბა მოვაკროვეთ და ვნახოთ ეხლა ქალბატონი ლალი ყიფშიძე. უძვირფასესი ქალბატონი დავით ჩიხლაძესთან ერთად შემოგთავაზებს დუეტს. შევეგებოთ. როგორ მიყარ ხალხნობას ვერ მალა კლავს დობლობან შენგან ფარული რიდა გიმკიცვალ ყოფნის ზალა რითია გიხსნა ეს სიყვარული ჩემი უბრალო ფიცის არ გჯერა რიდა გიმადო ეჯზიანი მიყარ ხარ გითხრა და შენ გითხრა ჩემი დრფიალი აბა ბოქროს ბაში გადარე მე გივიქნები ჩამქრალი გემი ჩემი სიგონილი თუ გაგახარე შენ შემოგელო სიცოცხლე ჩემი შენ შემოგელო სიცოცხლე ჩემი შენ შემოგელო სიცოცხლე ჩემი ჩემია ოცნებით მაინც ვიქნები შეთა ოცნების მეტი რა დამჩენია სურუნე მარტო რა განონია ქვეყანაზე შურის ძამება ვისაც უყვარ ვარ მე ის არ მიყვარ და მე ვინც მიყვარს არ მეკანება ჩემი ზაფხული უგედაზა
დავით ჩიხლაძე, ლალი ყიფშიძე, დიდი მადლობა. ცოტა ესე მივიწიოთ ძვირფასებო და შევაფასოთ. ნინომ დაიწყო. კარგი, მოგესალმები ქალბატონო ლალი, ძალიან მოგვენატრეთ თქვენს როგორც ყველა მონაწილე. მივესალმები დავითს. და მინდა ნიკას ფრაზი დავიწყო, ესე იგი რამდენნაირი ფონოგრამის არანჟირებით არ მომისმენია უკვე ეს სიმღერა და დღეს მომისმენია აბსოლუტურად განსხვავებული შესრულება. დავით, შენ ქონია ნამდვილი ბომბეის და შრი-ლანკის ერთად შეზავებული ხმა. სადღაც ინდოეთის საუკეთესო კუნძულებიდან ისმოდა შენი ნამღერი ნამდვილად მინდა ვთქვა ძალიან ხასიათში იყო და ძალიან ფანოღურად იყო დღევანდელი შესრულება ქალბატონ ლალი არ ვიცოდი თუ ესე შეგძლებია ესეთი ხუჭუჭების კეთება როგორც იტყვიან ხოლმე თან არ უნდა შეიძლება ითქვას უცნობი ეს სიმღერა ნამდვილად არ არის ეს სიმღერა ჩემთვის უცნობი რამოდენიმე ხნის წინ გავაკეთეთ გაგული გურიელაშვილთან ერთად და ასევე ძალიან დიდი მოწონება ქონა იმ ვიდეოს და დარწმუნებული ვარ როცა ეს ვიდეო გამოვა ამ სიმღერასაც ძალიან დიდი მოწონება ექნება ამ ნამღერს. წარმატებები მინდა გისურვოთ და 10-იანი მინდა დაგიწეროთ რა თქმა უნდა ნამდვილ ფანოღურ შესრულებაში. ამ შემთხვევაში მოდი ნიკოლოსთან გადავარ, ბარემ დუეტი ჩაწერეს ბიჭებმა და ახალი პრემიერის საპრემიერო დღეებია და შეფასება თქვენით აჯობებს. შესრულებას რაც შეეხება პირველ რიგში ხო რა თქმა უნდა დავიწყებ რომ ქალბატონ ლარის ძალიან ისეთი დასამახსოვრებელი ხმა ქონდა და ძალიან ამას თავის დროს და აღნიშნავდით ჩვენ და დღეს მე ვახოს მინდა დავეთანხმო რომ თქვენშიც იყო ის რაღაც შეზავებული ინდური ხუჭუჭები და რაღაც ქართულთან და ყველაფერთან ერთად ძალიან კარგი დუეტი იყო რასაც ვერ ვიტყვი არანჟირებაზე ნამდვილად ვერ ვიტყვი არანჟირებაზე, მაგრამ მიუხედავად ამისა, მე ნამღერი მინდა შევაფასო და თქვენი გამოსვლა დღეს და მე ძალიან დაგიწერთ რა დღეს. ათიკულამ, შვენიერი გადასარევი, დიდი მადლობა ბიჭებს და ახლა ნინო ჩხეიძეს მოусმინოთ. ნამდვილად ეს იყო ანუ ვისთვის მოსაწონი, ვისთვის ცუდი, ვისთვის კარგი, მაგრამ ეს იყო ნამდვილად ფანოღური შესრულება და მართლა მე იშვიათად მომისმენია უკვე ესეთი შესრულება ამ დროში 10-იანი. ათიკულა, დიდი მადლობა და ბატონ დავითს მინდა უთხრა რომ ამ სიმღერაზე თაობებია გაზრდილი. კიდე. რა თქმა უნდა და კიდე გაიზრდებიან, მინდა მივესალმო კონკურსანტებს და გითხრათ რომ მე ყველას თავისი გემოვნება აქვს, ეხა პირველი ინდოლოგი მე ვარ საქართველოში, ხო, პირველი ინდური სიმღერა მე ვიმღერე. ხო და ისე ძალიან ლამაზად ჩამესმა ყურში, რომ არ ვიცი რა და მე დავეთანხმები ნინოს აუცილებლად რომ რა სახელიც ქვია გადაცემას, ზუსტად იყო პროფილში სიმღერა, ხო, იმ პროფილში კი არა, პროფილური სიმღერა იყო. და დიდი სიამოვნებით დაგიწერთ 10-იანს. ათიკულა. გილოცავ ჩემო ძვირფასებო. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ, დიდი მადლობა ისე მშვენიერია რომ 40 კულა მოაგროვეს კონკურსანტებმა, კონკურსანტმა ამ შემთხვევაში და შემდეგი გახლავთ ფანოღის 3-ის გამარჯვებული, აპლოდისმენტებით შევეგებოთ რაულ ფარსადანიშვილი და მადონა ტალახაძე. მოგესალმებით. სიყვარულს ვერ გაექცევი ის შენთან ერთად იბადება ირსება ბედნიერები და მერე უსასრულო ხდება სიყვარულს ვერ გაექცევი მას შენი გული ელოდება საოცარი დღები მე შენთან ერთად მახსენდება დარი-დარი-დამ, დარი-დარი-დამ სიყვარულით გიალერსები დარი-დარი-დამ, დარი-დარი-დამ გაზაფხულად გადამექცევი დარი-დარი-დამ, დარი-დარი-დამ მენატრები ძალიან
დარი დარი დამ დარი დარი დამ სიყვარული შენი ბრალია გაგანდობ ჩემი გულის ხმას ახდება ოცნებები ჩემი გაჩუქებს სიყვარულის ზღვას მინდა რომ იყო ბედნიერი რამდენი ხანი გემოდი და ეხლა მე შენ გეფერები უშენოთ რასაც უმღეროდი შენია ჩემი სიმღერები დარი დარი დამ დარი დარი დამ სიყვარულით გიალერსები დარი დარი დამ დარი დარი დამ გაზაფხულად გადამეცები დარი დარი დამ დარი დარი დამ მენატრები ძალია დარი დარი დამ დარი დარი დამ სიყვარული შენი ბრალია Dari dari dam სიყვარულით გიალერსები Dari dari dam გაზაფხულად გადამეცები Dari dari dam მენატრები ძალია Dari dari dam სიყვარული შენი ბრალია Dari dari dam 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 რაულ ფარსადანიშვილი მადონა ტალახაძე ცოტა აქეთ მოვიწიოთ მშვენიერი იყო ესეთი შეიცინებდა მადონა თვალებში და ვერ მივახედე რაული რა მოიგე და ეგ არის ხო ამისთანა ნახე როგორი ფუნთუშასავით კალია შევაფასოთ რაული მოგესალმები რაულიც ძალიან მიყვარს ერთ-ერთი გამორჩეული ჩვენი ესეთი პატარა ოჯახის წევრი და ხშირად არის ჩვენთან რაული დიდი მადლობა და ნუ მადონაც ძალიან საყვარელია ქალი ფანოღია ნამდვილად რა გიჟდები იმიტომ რომ სულ კაი ენერგია მოდის ისეთი რაღაცა გავაღებული გახარებული და ძალიან კარგად ცოტა ბოლოში მოგბესდათ ხო დაგეზარათ ცოტა აი ცოტა თავიდან ისე დაიწყეთ და ბოლოში დაეზარათ ცოტა რა ისეთი მუხტი აკლდა ბოლოში მაგრამ მაინც ძალიან კარგი იყო იმიტომ რომ ყველანაირად ფანოღურ პროფესიონალურად იყო შესრულებული 10-იანი 10 ქულა მშვენიერი ნინო ჩხეიძისგან ვახო გისმენთ მივესალმები რაულს მივესალმები მადონას ნამდვილად რაულ არ ვიცი რაული უკვე პროფესიონალი ადამიანი ის როცა მოვიდა აქ მაშინაც პროფესიონალი იყო და უფრო განამტკიცა თავისი შემოქმედება შეიძლება ითქვას და დიდი მადლობა მინდა გადაუხადო ყველა ნაბიჯზე თუ მოუხადო თუ გადაუხადო ხლა ავიჭერ მეც რაულს როცა რაულს საუბრობს ყოველთვის ესე მემართება ხო რაულ წარმატებები შენ რა თქმა უნდა შენ საქმეში შენ მიყვები ვიცი ამ კარიერას წარმატებულად და მე მინდა მადონას უსურვო წარმატებები მომავალ გზაზე და ყველაფერი შეუწყობს მაღალი ქულა რა თქმა უნდა მე დღეს მაღალ ქულას ვერ დავწერ იმიტომ რომ პრინციპში დავწერ კარგი კარგი 10-იანი რა თქმა უნდა თუ მანე 10 ქულა მშვენიერი ბოლოს მახსოვს ასეთი ქულები რო იწერებოდა მე კინაღა მომხსნეს იმიტომ რომ ჩემი წასვლის საკითხი დადგა და ვერავინ ვერ ვარდებოდა და ასე რომ მაინც მე წავალ თქვენი მღერეთ არ არის პრობლემა უკან როგორ ისმოდა შენისა თქვი შვენივრად აი როგორც უკან ისმოდა ისე კარგად ისმოდა წინაც გასაგებია მოგესალმებით ჩემო ძვირფასებო ნამდვილად კარგი შესრულება თან მით უმეტეს კიდევ ერთხელ აღვნიშნავ რომ ისეთი კარგი კაცის დაწერილი არის ეს სიმღერაც რომ სიამოვნებით усმენია და თან კარგი შესრულებული იყო მინდა გითხრათ რომ ისე კარგად მღეროდნენ კინაღამ მოვითხოვე ღვინით სავსე ბაკლები აბა მითხარი როგორ დავწერო 10 ნაკლები კარგად იღავით გეგერებს 10 ქულა თქმა უნდა გვინდა მივესალმოთ გიორგი წერეთელს და ლოლას აქედან დიდი სიყვარულით აპლოდისმენტები მათ გუშინ ჩამოსულან ამერიკიდან
რა ენაღლებათ კი ბატონო შვენიერი აბა ნიკოლოს და და დიახ რაულს მინდა მივესალმო პირველ რიგში მოხარული ვარ ხშირად ხვდებით ერთმანეთს ასე თუ ისე მაინც და ჩვენი სტუმარია როგორც ნინო მაგნიშნა ხშირად სტუმარი არა უკვე მასპინძელიც ჩავთვალოთ რაც შეეხება დღეს რაულზე სალაპარაკოთ ნამდვილად არ ვართ უბრალოდ ძალიან კარგი იყო ყველაფერი და მისი დახმარებაც დღეს წაადგა ქალბატონ მადონას ყველანაირად რაც შეეხება მადონაზე მინდა ვთქვა ერთი-ორი სიტყვა ამ პროექტში რაც დაიწყო ჩემი აზრით ერთ-ერთი ბევრი შეიძლება ვერ გამ რომელმაც იცის ჩემი აზრით რას აკეთებს და რა სად არის მოსული. რატომაა მოსული? სად არის მოსული ნამდვილად იცის. შეიძლება მე ამით არ ვამბობ ცუდს არ შეიძლება ამ პროექტში ბევრს კონდეს რამდენიმე მათგანს ქალბატონ მადონაზე უკეთესი ხმა შეიძლება რაღაც მომენტში მაგრამ ამ ადამიანმა კიდევ ერთხელ ვიტყვი რომ იცის სად არის მოსული ზუსტად არჩევს იმას რაც უნდა რასაც იცის რომ გააკეთებს და ამას ყველაფერს აკეთებს ძალიან კარგად მინდა ვთქვა შვენიერი უკვე ძალიან კარგია ეს ამაში ცუდი არაფერი არ არის პირიქით ეს თქვი იმიტომ რომ კარგი ყოფილიყო ჩემგანაც 10-იანი სრულიად დამსახურებულად 40 ქულა დიდი მადლობა ნიკოლოს და დიდი მადლობა რაულს და მადონას მოკლედ ჩემო ძვირფასო ტელემაყურებელო აი ასეთი გახლავთ ესე როგორც სიტყვიან ჩაიგრიხინა გრიალგრიალით ისეთი კარგი ტური იყო და ისეთი კაი შეცვლილებები რომ დღეს გადაცემის მიწურულიც დადგა მოკლედ დაგველოდეთ ზუსტად 24 საათში კომედია არსე საქართველოს ფანუღი უკეთესი სიმღერებით გელოდება დროებით